მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა როგორც იქნა სასიყვარულო თემატიკის. ბოლო ორი გაშლა იყო უფრო მეტად ეს საკუთარი თავის გაცნობის და შემეცნებითი გაშლები იყო ბოლო ორი გაშლა. დიდად ფურორი არ მოახდინა სამწუხაროდ, უმეტესობას აინტერესებს რა იქნება მომავალში, ან სასიყვარულო სფეროში. რა თქმა უნდა გვახსოვდეს, რომ ტარო არის პროგნოსტიკა, დიაგნოსტიკა, წინასწარ მეტყველება ტარო არ არის. რაღაცა ზუსტად ჩვენ ვერ ვიტყვით. ასევე კიდევ ერთხელ ტარო არ არის მარჩიელობა, ასე რომ ვინც მარჩიელური კუთხით უყურებთ ტაროს, ეს ცთარის შეხედულება, რადგანაც ტაროს მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია რაღაცები ვივარაუდოთ. პროგნოზის დონეზე, ხო? როგორც ამინდის პროგნოზი იგივე აქაც, მაგრამ ეს არ იქნება ზუსტი, იმიტომ რომ მომავალი ზუსტად არავინ არ ვიცით, რადგანაც ის დამოკიდებულია ჩვენზე და ასევე გარშემო მყოფებზეც. ამიტომ ზუსტად ვერაფერს ესე მოჭრილად, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით. შეგვიძლია ვივარაუდოთ. მაგრამ აი ზუსტად ამ ვარაუდის დონეზე, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც ვიმყოფებით ახლა და რა ვითარებებიც არის ახლა, გავაკეთოთ გაშლა. აი ამ 10 დღის განმავლობაში დიდი ალბათობით რომელი მამაკაცი გამოჩნდება შენს სასიყვარულო სფეროში, ხო? ასე რომ მამაკაცის ღურბლზე ყველაზე კლასიკური აქტუალური თემა ბევრისთვის, ხო? ვისაც სურს მაგალითად მამაკაცის არა და ქალის ჩაფიქრება, ანალოგიურად შეგიძლიათ მოირგოთ ეს გაშლა, გენდერს აქ არ აქვს რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი, უბრალოდ უმეტესობას მამაკაცებზე აინტერესებს ხოლმე მოსმენა და მე მაგიტო ვამახვილებ ამ სიტყვა მამაკაცზე ყურადღებას, თორე არანაირი მნიშვნელობა გენდერს კიდევ ერთხელ არ აქვს, ვისაც როგორ რა უნდა და ვინ უნდა ის მოისმინოს და იმაზე ჩაიფიქროს ეს გაშლა. კარგი, დავიწყოთ, ესე იგი ერთი წუთით მეც მოვყალათ და გვექნება სამი პოზიცია, დღეს იქნება სამი ქვა, ხო? სამი მინერალი, პირველი მინერალი, მეორე და მესამე. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია, ხო? ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, დააპაუზოს, კონცენტრირდეს, მოусმინოს ინტუიციას, აირჩიოს და შემდეგ შემოგვერთეს. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით. პირველი პოზიციით დავიწყოთ, აქ მე მინდებს რამოდენიმე დასტა მოვიმზადე ახლა მე და იმდენიც არ მინდა მოვიმზადო, რომ მე ვიფიქრო რომელი გამოვიყენო. და ვფიქრობ ამიდან დავიწყებ. თქვენ იქნებით წამყვანი დასტა პირველი პოზიციისთვის. კი. ესენი იქნებიან წამყვანი დასტა პირველი პოზიციისთვის, ასე რომ დავიწყოთ. ესე იგი, ჩვენ გვინდა სიგნიფიკაცია. ხო? ეს გაშლა შევადგინე რამოდენიმე წუთის უკან. ოდესაც ვსვავდი ყავას. რამდენად ასე გავაჩერებ, რომ შევძლო თვალის მივნება. კარგი, პირველი პოზიცია, ვნახოთ. ამ 10 დღის განმავლობაში ხო გაშლა აქტუალურია მაშინ, ოდესაც ჩართავთ და მოისმენთ. არ აქვს მნიშვნელობა ამ გაშლის ატვირთვიდან როდის მოусმენთ ამ გაშლას. კარგი, ვნახოთ, ესე იგი პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში, პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში ამ 10 დღის განმავლობაში მამაკაცის სტუდიაში, აი ვინც გამოჩნდება მის სასიყვარულო სფეროში, ყველაზე დიდი ალბათობით. აი ეს მამაკაცი გვაჩვენეთ, ამ მამაკაცის სიგნიფიკაცია გვაჩვენეთ, რით მოვა ეს მამაკაცი, აი რით გამოჩნდება პირველ პოზიციასთან. მე მგონი არ ჩანს და ასე დავდებ, ხო, რაღაცნაირად. ასე, რით გამოჩნდება? რისთვის გამოჩნდება? სინამდვილეში რისთვის გამოჩნდება? რა მოუნდება პირველ პოზიციისგან? ეს მამაკაცი მალე გამოჩნდება, ზოგადად, დროის ფაქტორი და რჩევა ამ მამაკაცთან დაკავშირებით. ახლა მე მინდა ისე გავაკეთო, რომ გამოჩნდეს და რაღაც ერთი წუთი დავაპაო.
ხო, მე მგონი ასე ჩანს რაღაც შევცვალე რაკურსი და მე მგონი ასე უფრო გამოჩნდეს უნდა წესით. კარგი, დავიწყოთ. სიგნიფიკაცია იმ მამაკაცის, რომელიც სავარაუდოდ ამ 10 დღის განმავლობაში გამოჩნდება პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში. მთვარე. Mystic. სიგნიფიკაცია ამ მამაკაცის აქ, ოკეი. ჯერ მინდა ვიკითხო ახლა მე აქ ჯერ მინდა გავერკვე აქ მთვარე ასეთი ტიპაჟია თვითონ მთვარეული მთვარეა მთვარესავით თუ მინუსში თუ პლუსში 6 ორივე აქ არის ორივე მეგობრებო აქ ორივე ესე იგი, რას გულისხმობს ეს? მამაკაცი მთვარე, ხო? ეს არის ისეთი მამაკაცი, ისეთი სიგნიფიკაცია მამაკაცის, რომელიც ეს მამაკაცი ძალიან ისეთია, სიღრმისეული, სენსიტიური, ემპათიაც არის მასში, თუმცა რაღაც სიცივეც იგრძნობა ამავე დროულად. რაღაც მისტიური პიროვნება, მისტიური მამაკაცი, რომელსაც ბოლომდე ვერ ჩაწვდები ამ მამაკაცს, ვერ გაუგებ ბოლომდე, ხო? ასევე შესაძლოა ეს მამაკაცი იყოს რაღაც წყლის სტიქის წარმომადგენელი, თევზები, კირჩხები, მორიელი, ან ნატალ რუკაში რომელიმე ამ ნიშნებიდან ყავდეს ისეთ წამყვან პოზიციებზე, ან ჭარბი წყლის ენერგია ჰქონდეს რუკაში, ხო? მაგრამ მის ხასიათშიც არის ეს, რომ ძალიან ისეთია, გაურკვეველი, ვერ გაარკვევ. მომენტებში რა უნდა, რა დევს მის ტვინში, რაზე ფიქრობს, რატო მოიქცა ისე და არა ასე, რაღაცებს არ ამბობს ხოლმე ბოლომდე. ერთ მხრივ რაღაც ხო, ნათელია, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც გაურკვეველია საერთოდ მისი ქმედებები, მოტივები და რა უნდა და როგორ, ხო? ასეთი საინტერესო მამაკაცი გვყავს აქ სტუდიაში. კიდევ ეს მამაკაცი გვაჩვენეთ, ვინც პირველ პოზიციასთან სავარაუდოდ დიდი რეალური ალბათობით ამ 10 დღის განმავლობაში გამოჩნდება მის სასიყვარულო სფეროში. გვაჩვენეთ. ესეთი ენერგია ძალიან მიმზიდველი, ძალიან ენერგიული, მიმზიდველი, devil, რაღაცა საოცრად მიმზიდველი მამაკაცია ეს. ძალიან მაგიური, ისეთი მომაჯადოვებელი ენერგეტიკა აქვს, რითიც იზიდავს, ძალიან მიმზიდველია. ხო, ენერგიაც ძალიან მიმზიდველი აქვს ამ ადამიანს. არ არის აუცილებლად მანდ ალენ დელონი იყოს გარეგნობით და ნაკვთებით, მაგრამ ენერგეტიკულად ისეთია, რომ არ არსებობს, რომ არ მიგიზიდოს ამ ადამიანმა. რით გამოჩნდება? რით გამოჩნდება? აქტიურობით რით გამოჩნდება და მე გამოვჩდი, მე აქ ვარ, რაღაც ინიციატივებით გამოჩნდება, რომ მოდი შევხვდეთ, ან მოდი ასე გავაკეთოთ რაღაცა ისეთი უცაბედი სპონტანური ინიციატივით, მოქოქილი, მოხოდილი ჟარგონულად რო ვთქვათ, რომ მზად ვარ ვიმოქმედო და შენთან ვიკომუნიკაციო, ვიკონტაქტო, აქ ვარ, უცებ რაღაცნაირად რაღაცა იდეებით, უცაბედად გამოჩნდება თქვენთან. ესე იგი აქ უცაბედად ჩდები პირველ პოზიციასთან. კი ბატონო, მესიჯის შესაძლოა იყოს, ხო? ეს ყველაფერი მესიჯის სახით. რისთვის ჩდები? ხო, გავიგეთ. აქ მანიპულატორი გვყავს. კარგი, არ ჩანს ეს მთლიანად სამივე. კარგი, აქ მანიპულაცია, მეგობრებო, აქ ეს მამაკაცი, ეს პიროვნება ჩდება მანიპულაციისთვის. რა მანიპულაცია არის აქ? რა მანიპულაცია? ეს შენი ეგო გინდა აქ ეს პიროვნება, ასე რომ ვთქვათ, ამ პიროვნებას აქ ძალიან ბევრი დესტრუქციული ქცევის პატერნი, ძალიან გასაგებად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი ტრავმები და კომპლექსები აქვს, რის გამოდაც მომენტში ძალიან ისეთ უსამართლოს და ტოქსიკურად ექცევა ხოლმე ადამიანებს, ამ შემთხვევაში ქალებს და მისი გამოჩენის მთავარი მოტივი არის მისი ეგოს აწევა, ხო? ასევე მინდა აქ შეგახსენოთ, რომ მოვიდა ის პერიოდი აპრილის ჩათვლითაც იქნება, როდესაც ყოფილები ბრუნდებიან და ჩდებიან. ასე რომ ყურადღებით იყავით, შეიარაღდით ამ ცოდნით. აქ აბსოლუტურად სინამდვილეში ჩდება, აბსოლუტურად მისი პირადი მიზნებისთვის ეს ადამიანი. საერთოდ ეს ადამიანი ჭირდება პირველ პოზიციას, ეს სიყვარულო სფეროში? არა.
არა, ამ ადამიანთან აი გაკვეთილის მეც ისეთი არაფერი არ გადაგხდებათ თავს, აი რაც რეალურად საჭიროა, ხო? ჩანჩალ-მანჩალი არ არის ეს რეალურად საჭირო. ეს პიროვნება თქვენი სასიყვარულო სფეროსთვისაც თქვენთვის რეალურად საჭიროებას არ წარმოადგენს იმ გაგებით საჭიროებას, რომ მასთან რაღაც ბედნიერი სასიყვარულო ორმხრივი სტაბილური ურთიერთობა აღორძინოთ, ხო? ამ კუთხით არა, აბა რატომ მოდის? აი რატომ მოდის? ნუ რაღაცნაირად რომ შეგახსენოთ თუ როგორი ლამაზი ხართ, აი პირველი პოზიცია შესაძლოა იყოს მოწყენილი ახლა, აი ამ მამაკაცის გამო, ან ზოგადად მამაკაცების გამო, რომ აი არავინ არ ჩანს, არავინ არ აქტიურებს და აი გამოჩნდება ვიღაც ასეთი მამაკაცი, ვინც მოგართმევთ თქვენ მესიჯს, ყურადღებას მოგაქცევთ, გაგრძნობინებთ თუ როგორი ლამაზი ხართ, მაგრამ ამის უკან იმალება მისი ტრამვები, მისი კომპლექსები და ამ ყველაფერს აკეთებს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და არა თქვენთვის. და ამაში არის აქ არც ისე სამართლიანი ქმედება, ასე რომ ვთქვათ, ხო? აი ეს არის აქ. მე მინდა ავიღო ეს ზედმეტი კარტი, რომ დავასრულებ, მე ძალიან საჩალიჩო ამ ყველაფრის ახიკვა. კარგი. გავიგეთ პრინციპში ყველაფერი, აი რა მოუნდება, ხო? აი თქვენგან რას მოითხოვს, რა მოუნდება? რა არის ახლა ეს? აი რა ქვია ამას? ტოტალური გაურკვევლობა თუ გარკვეულობა? ნუ ვერ ვიტყვი, მე ვერ ვგზნობ აქ რომ რაღაც გარკვეულ, ნუ აქ რა მოუნდება და მოუნდება თავისი ინტერესების აი მე როგორც მინდა რომ ისე იყოს, თუ ეს არის ყოფილი რაღაც შერიგება, დამშვიდება და რელაქსება სიტუაციის, თუმცა აქ არის როგორ რაღაცა, რა მოუნდება და აი თვითონ რაც მიაჩნია სწორი, თვითონ როგორც უნდა, აი იმ რაღაც სიტუაციების ნუ გაправება, ასე ვიტყვი, ხო? გაправება, ჟარგონულად რო ვთქვათ, გაправება იმისი, რომ აი მე მაგალითად მინდა რომ არ ვიყოთ ჩვენ ურთიერთობაში, ან არ შევხვდეთ ერთმანეთს სტაბილურად და მე მინდა რომ რაღაც გაურკვეველ ურთიერთობაში ჩაგითრიო და მე ასე გავაკეთებ. აი ეს. კაი, კიდე რა უნდა ამ მამაკაც პირველი პოზიციიდან? რომ თქვენ მას მიცეთ უფლება რომ გაუხსნათ გული. უფრო სწორად რომ თქვენ ის მოუშვათ ცოტათი ახლოს და მიცეთ რაღაც შანსი. ხო, რომ მიცეთ შანსი, რომ იმოქმედოს თქვენთან დაკავშირებით. კი, რომ აი ასეთმა ქალმა მას მიცეს შანსი. და საერთოდ ამ მამაკაცის მოტივი პირველი პოზიციის მიმართ რა არის, რა მოტივია? სამი მაღალი არკანი. უბრალოდ, ვაუ. ძალიან ძლიერი მოტივი. მე ვფიქრობ მაინც, რომ ამ მამაკაცს იცნობს აქ უკვე. პირველი პოზიცია იცნობს ამ მამაკაცს. მე ვფიქრობ, რომ თუ არა. მე ვფიქრობ უმეტესობა ამ მამაკაცს იცნობს და მისი მთავარი მოტივი არის რაღაც თქვენთან ხელახლა დაკონექტება და ხელახლა ურთიერთობის აღორძინება ან შენარჩუნება ურთიერთობის, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი კონექტი აქვს ამ მამაკაცს. ნუ კი, ნუ აშკარად ეს ისეთი მამაკაცია, ვინც უკვე არ ფიგურირებს თქვენ ცხოვრებაში, აქტუალური არ არის. მაგრამ მაინც გაქვთ ამ მამაკაცთან ძალიან დიდი გაკვეთილი, ასევე დიდი რაღაც ესეთი სულიერი კონექტი, შესაძლოა არ კონტაქტობდეთ, ან ისტორია თქვენ შორის დასრულდა, მაგრამ მაინც არის მიზიდულობა, მაინც არის ლტოლვა და მას აქვს ძალიან დიდი ლტოლვა თქვენს მიმართ. ეს კარმული ურთიერთობაა ძალიან და ეს მატებს ვნებას და დინამიკას ამ ურთიერთობას. ნუ კაი, მალე გამოჩნდება? კი. იდიოტი, მალე, აი მე ვფიქრობ, აი უკვე ზღურბლზე კი არა გადმოაბიჯა. აი ესაა, ძალიან მალე გამოჩნდება. ანუ ესე სწრაფად უმეტესობასთან მალე. თუ უმეტესობასთან არა მალე. მალე თუ არა. არა, მალე უმეტესობასთან ეს იქნება მალე. რჩევა პირველ პოზიციასთან. რჩევა ამ მამაკაცთან დაკავშირებით, აქ მე ვიტყოდი, ნუ აფრინდებით, კარგად დაფიქრდით, სანამ აი რაღაცას დაგეგმავთ ამ მამაკაცთან ერთად, ან დაუჯერებთ ამ მამაკაცის გეგმებს თქვენს მიმართ, ნელ-ნელა სწრაფად არ იმოქმედოთ, კარგად გადახედეთ სიტუაციას. ენდოთ, არ ენდოთ, სანდოა ეს სიტუაცია თუ არ არის სანდო, დაუკვირდით, არ მოწყოდეთ რეალობას, არ აფრინდეთ, არ გაფრინდეთ, შეინარჩუნეთ კონექტი დედამიწასთან და იყავით აქ ამ წუთას რეალურად ფაქტებს დააკვირდით და მიყევით აი ასე სიტუაციას, ხო? ანუ როგორც მივხვდი, ესე იგი ეს
მამაკაცი დიდად საჭიროებას, ანუ როგორც აი საჭიროებას ახლა ისეთი სიტყვა, რეალურად პირველ პოზიციას ის არ ჭირდება ურთიერთობებში, ხო? ანუ არ არის თქვენი წყვილი, აი ამის თქვა მინდა. არ არის აი თქვენი პარა რეალურად ეს პიროვნება თქვენ სექსუალურ ურთიერთობებში, მაგრამ ჩდება სამყარო მას აჩენს ისევ რაღაც რომ აი გაგამხიარულოთ, რაღაც დინამიკა მოხდეს თქვენ შორის, ხო? რაღაც შეიცვალოს, ახალი მოხდეს, რაღაც ცვლილებებისთვის. სასიხარულო ცვლილებებისთვის, მაგრამ ამ სასიხარულო ცვლილებაში არ უნდა გამოგეპაროთ ყურადღებიდან ის, რომ ეს მამაკაცი დიდად არ არის ისეთი, აი ვისთან ერთადაც რაღაც სერიოზულს ააშენებთ და შორს წახვალთ, ხო? აი ეს არ უნდა გამოგეპაროთ ამ სიმხიარულეში, ასე რომ ვთქვათ. ასე რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ საღი გონება და არ დაკარგოთ ფოკუსი იმაზე, აი თუ რა სიტყვობთ თქვენ, როგორი მოთხოვნილებები გაქვთ, ხო, მამაკაცის მიმართ. თუ გინდათ რომ იყოს სტაბილური რაღაც ადეკვატური ურთიერთობა, სამწუხაროდ აი ამ მამაკაცთან ეს ნაკლებად შესაძლებელია და ეს გახსოვდეთ, ხო? ასე რომ აი ასეთი სიტუაცია აქვს პირველ პოზიციას, ვისაც უნდა უფრო ცლად, უფრო კონკრეტულად გაშლის გაკეთება ინდივიდუალურ სიტუაციაზე, გეუბნებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ, დატოვეთ კომენტარი. მე კი სწავალ ახლა მეორე პოზიციასთან. ჯერ ეს დასტები მოვამზადო. ეს ბევრი დასტაკი მოვამზადე, მაგრამ პროცესში მე რაღაც არ მაქვს სურვილი, რომ ყველა გამოვიყენო. კი მიდევს აქ. Ой. ცოტა გრძელი კარტებია და მივესალმები მეორე პოზიციას და ვნახოთ მიმდინარეობს ჩემს ახლის წინ მშენებლობა და ამას ვერაფერს ვერ ვუყობ სამწუხაროდ, ასე რომ ხმები არ შეიტყოთ. ვერანაირად ვერ გავეკეცი ამ მშენებლობებს. სამწუხაროდ ყველგან ყველა რაღაცას აშენებს. ესე რომ კარგი. ნახოთ აბა მეორე პოზიციასთან, აი ამ 10 დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ გაშლა აქტუალურია იმ დღიდან, როდესაც მას უყურებთ. ამ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში დიდი ალბათობით რომელი მამაკაცი გამოჩნდება სასიყვარულო სფეროში მეორე პოზიციასთან, რომელი მამაკაცია ზღურბლზე და რომელი გამოჩნდება, ხო? ამ მამაკაცის სიგნიფიკაცია, ვინც ამ 10 დღის განმავლობაში მეორე პოზიციასთან გამოჩნდება მის სასიყვარულო სფეროსთან ძალიან დიდი ალბათობით, ხო? ეს მამაკაცი გვაჩვენეთ, რით გამოჩნდება გვაჩვენეთ, რისთვის სინამდვილეში გამოჩნდება, რა მოუნდება ამ მამაკაცს მეორე პოზიციიდან, აი რა მოუნდება მეორე პოზიციისგან. რა მოუნდება? მალე გამოჩნდება და რა უნდა იცოდეს ამ მამაკაცთან დაკავშირებით მეორე პოზიციამ. სიგნიფიკაცია. მეორე არკანი. იქ თუ არა აქ Wheel of Fortune, ბედის ფორტუნა. სიგნიფიკაცია. აქ რამოდენიმე ახსნა არის ახლა ამისი. ეს შესაძლოა იყოს უცხოელი ადამიანი სხვა ადგილიდან, რომელიც ხშირად მოგზაურობს, ხშირად გადაადგილდება, ან უბრალოდ თუ უცხოელი არა, ადამიანი, რომელიც ხშირად მოძრაობაშია, ხშირად მოგზაურობს, ხშირად მიდი-მოდის, ხო? ასევე სიგნიფიკაცია ძალიან არაერთხაზოვანია აქ. ბევრი ელემენტი გვაქვს აქ, ხო? აქ არის ასეთიც, ისეთიც და ასეთიც, რაღაც ხან ისეთი, ხან ასეთი, ხან აი რაღაც აი ჭრელი, ხო? მე ვიტყოდი ახლა ჭრელი ადამიანი, იმიტომ რომ ნახეთ აი ასეთი ელემენტიც გვაქვს, ასეთიც, აი ნაირ-ნაირი ელემენტებია აქ.
შესაძლოა მომენტში იყოს რაღაც ცივი, მომენტში პირიქით თბილი და ზოგჯერ აი ორივენაირი, ხო? აი რაღაც ასეთი სიტუაცია გვაქვს, აი რაღაც დაუდგენელი. შესაძლოა ასევე, ну, კაი, ვიკითხავ ახლა მე ზუსტად, რომ არ აქ გამოცნობანა არ ვითამაშო. კაი, სიგნიფიკაცია Wheel of Fortune მიხედვით, ესე იგი, აქ არის უცხოელი, დიდი ალბათობით უმეტესობისთვის უცხოელი, თუ რაღაც ისეთი ადამიანი, ვინც ჯერ არ იცის რა უნდა, სად უნდა და როგორ, თუ პირიქით ვინც იცის. უცხოელი სხვათა შორის კი, შესაძლოა ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ესეთი ადამიანი, ვინც იცის რა უნდა. მე ვფიქრობ, ეს არის ადამიანი, ვინც მუდმივად საკუთარი თავის აღმოჩენაში და ძიებაშია. მუდმივად რაღაც აინტერესებს რაღაც სხვადასხვა რაკურსიდან შეისწავლოს სამყარო, შეიცნოს სამყარო, ხო? მაგრამ აი არ იცის ზუსტად თვითონ რა უნდა. აი ჯერ არ იცის. მე ვიტყოდი აქ უფრო პროცესშია, ძებნის პროცესშია და ცოტა ისეთი არასტაბილურიც არის, ისეთი არის აქ რომ არასტაბილური. კი, არ არის სტაბილური, ხო? აქ სტაბილურობა ცოტა მოიკოჭლებს მის პიროვნულობაში, ასე რომ ვთქვათ. საინტერესო სიგნიფიკაციაა. კიდევ ეს მამაკაცი კიდევ გვაჩვენეთ ეს მამაკაცი კიდევ სიძლიერე, აი უბრალოდ ნახეთ, არკანი არკანზე როა სიძლიერე ძლიერია თუ არა? ძლიერია, სულიერად ძალიან ძლიერია, ფიზიკურადაც ძალიან ისეთია ყურადღება, ეგრევე რომ რაღაც ყურადღებას რო აქცევ, ხო? აი რაღაც ფიზიკურადაც ასეთი გარეგნობა აქვს და ძალიან ძლიერია. მას ძალიან ბევრი რაღაც აქვს გამოვლილი, ბევრი რაღაც გადახდა, ბევრი ისტორია გადააგორა, გადმოაგორა. სხვათა შორის ასევე აქ არის ისიც, რომ საკმაოდ სიღრმისეული და სტაბილური ინტუიცია აქვს. აი ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს, მაგრამ უსმენს ამ ინტუიციას თუ არა? ეშინია. ინტუიციის მოსმენის ეშინია, შესაძლოა არ უსმინდეს ინტუიციას, არადა ინტუიცია აქვს გადასარევი, მომენტში თვითონ არ იცის რა მიმართულებით წავიდეს, მაგრამ ცხოვრება სულ აი ძალიან ბევრ ნამექს აძლევს ამ ადამიანს და თვითონ არაცნობიერად გრძნობს ამ ყველაფერს და იმ მიმართულებით მიდის ზუსტად, სადაც საჭიროა რომ იყოს, მაგრამ აი ცნობიერების დონეზე ამას ვერაცნობიერებს და უფრო კრიტიკული შესაძლოა იყოს აი ამ ნიშნების მიმართ, ინტუიციის მიმართ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ხო? ასეთი სიგნიფიკაცია მამაკაცის აქვს. რით გამოჩნდება ეს მამაკაცი? აქ გამოჩნდება თქვენთან, რომ აი მე მოვედი შენთან, აქ უფრო როგორი გამოჩენა იცი, აი რომ მოგეწონება გოგო, ქალი და მასთან მოისურვებ საუბარს. მოგინდება, რომ მან მოგაქციოს ყურადღება, რომ მან რაღაცა შეგიშვას მის სამყაროში და გიწილადოს რაღაც ადგილი. აი, აქ ეს არის. აი, ამით გამოჩნდება, ამის სურვილით გამოჩნდება. აქ მესიჯი შესაძლოა იყოს მესიჯი შორიდან, სხვათა შორის, ხო? ნუ ძალიან ბევრი კარტი მიგუნიშნებს იმას, რომ დიდი ალბათობა რომ იყოს უცხოელი, ხო? ან იმ ადგილიდან არ იყოს, საიდანაც ხართ თქვენ მაგალითად. სიტყვით აქ გამოჩნდება თქვენთან იმით, რომ აი რაღაც ინფორმაციით თქვენთან და თქვენ უფრო ისეთ პოზიციაში იქნებით, რომ აი გესიამოვნებათ მისი გამოჩენა. ხო, გაგიხარდებათ. რისთვის გამოჩნდება? სინამდვილეში რისთვის გამოჩნდება? ახალისთვის და ეს ადამიანი გამოჩნდება სიახლისთვის, სიხარულისთვის. მე ვიტყოდი ძალიან სასიამოვნო რაღაცეებისთვის გამოჩნდება, რომ რაღაც ახალი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ან ხელ ახლა დაიწყოს რაღაცა. სილაღისთვის, ემოციებისთვის, ახალი ემოციებისთვის, ახალი გატაცებისთვის, აი ვისაც ქონდა გული ნატკენი, რომ ეს კივილი საბოლოოდ დაიხუროს და მორჩეს და უფრო მეტი სილაღე, უფრო მეტი დინამიკა შემოვიდეს თქვენს სასიყვარულო სფეროში. ასე რომ მე ვფიქრობ და აქ არის ესეთი სიტუაცია, რომ ეს მამაკაცი გამოჩნდება იმისთვის სინამდვილეში თქვენს სასიყვარულო სფეროში, რომ თქვენი სასიყვარულო სფერო გადაიყვანოს საერთოდ ახალ ლეველზე, ახალი ცხოვრება მიცეს თქვენს სასიყვარულო სფეროს. აქ არის, რომ გამოჩნდება სიყვარული, აი პერსპექტივა ახალი სიყვარულის. ხელახლა. ახალი არა, ხელახლა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანს იცნობდეთ, როგორც პირველ პოზიციას გავუჟღერე, დადგა ის დრო ყოფილების და
ყოფილების და ასე რომ ვთქვათ, თვაც არაყოფილიც რო არის, მაგრამ თან ყოფილიც რო არ არის, აი ასეთების დაბრუნების, იმიტომ რომ დაიწყო ასტროლოგიური პლანეტებმა რეტროგრადულობა დაიწყეს. ასე რომ ამის ძალიან დიდი ალბათობა აი განსაკუთრებით აპრილში და მე მგონი ახლაც უკვე დაიწყო. მე მგონი აი მარტი-აპრილი იქნება, ხო? ასე რომ ყურადღებით იყავით, მაგრამ აქ რეალურად არის შანსი, რომ რაღაც ისეთი ხელ ახლა დაიწყოს, ხო? ვისთვისაც, ვინც გრძნობს, რომ ეს ახალი არ არის, იცოდეთ, რომ ხო. მაგრამ ვისაც, უკვე აი შანსი არ არის, ხო, რომ ვიღაცასთან ყოფილთან რაღაცა ხელ ახლა, იცოდეთ, რომ შესაძლოა ეს საერთოდ ახალი ადამიანიც იყოს და საერთოდ ახალი რაღაცით მოვიდეს თქვენ საზღვაო სფეროში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რითი გამოჩნდება, აქ არის საერთოდ ახალით, ხო? სიახლით. fresh, აი სიფრეშით, სიახლით, რომ რაღაც ახალ ლეველზე გადავიდეს თქვენი სასიყვარულო თემები, რომ საერთოდ ახლებურად შეხედოთ. და აქ არის პარტნიორობის შანსიც, რაღაც ურთიერთობის შანსიც იგრძნობა აქ ეს. და კარგი, არ გავუსწრებ ახლა მოვლენებს მე წინ და ესე ნელ-ნელა მივყვები. აი რა მოუნდება, აი ამ მამაკაც მეორე პოზიციიდან, ხო? აი რა რომ თქვენ მიაქციოთ მას ყურადღება, რომ მიიღოთ ის, არ კრათ ხელი და მიიღოთ მისი, ასე რომ ვთქვათ, ან SMS-ებს უპასუხოთ, გაცეთ პასუხი, რაღაც დაინახოს, იგრძნოს, რომ თქვენც მოგწონთ რაღაცა, ხო? მიიღოთ, ასე რომ ვთქვათ, აქ მოუნდება ის, რომ მიიღოთ ხელ ახლა, ახლებურად, ან ხელ ახლა, ან უბრალოდ მიიღოთ ეს ადამიანი თქვენ სასიყვარულო სფეროში. არ კრათ მას ხელი, აი მას სურს ეს თქვენგან. რატომ სურს ეს? ვაიმე, აქ ვიტყოდი, რომ ამ მამაკაც უყვარხართ, ხედავს თქვენში თავის მეორე ნახევარს, ხო? თუ ეს არის ახალი ადამიანი, რა თქმა უნდა, სიყვარულზე შეიძლება ვერ ვისაუბროთ, თუ ახალი იქნა, მაგრამ ეს მამაკაცი ხედავს თქვენში იმას, რომ აი ეს არის ის ქალი, ვინც არის ჩემი მეორე ნახევარი. და იმიტომ უნდა, რომ თქვენგანაც რაღაც დაინახოს. თქვენგანაც დაინახოს ის, რომ თქვენთვისაც ის რაღაცნაირ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ თქვენთვისაც ის აქტუალურია. აი ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ. და აი რეალურად რისი მოცემა შეუძლია ამ მამაკაც მეორე პოზიციისთვის? მეგობრებო, აქ მოსალოცი ამბავია, ამ მამაკაც რეალურად შეუძლია იყოს თქვენი თანამგზავრი. და პარტნიორი, სტაბილური. ასე რომ, მეორე პოზიცია, ყურადღებით. მალე გამოჩნდება, აქ არის რაღაც შემაფერხებელი ფაქტორები. Devil, მალე გამოჩნდება, აქ თვითონ ეშინია თუ რაღაც აფერხებს. თვითონ, აქ მისი შიშებია, ძალიან ეშინია მეორე პოზიციასთან, ძალიან ეშინია თქვენთან გამოჩენა. თუ რაღაც არის არა ურთიერთობებში, არ მგონია იყოს, თუმცა საჯარო გაშლა და ახლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აქ აფერხებს მის გამოჩენას თვითონვე. რაღაც მისი შიშები, კომპლექსები, ღირს თუ არა, შიშები იმისი, რომ მიიღებს თუ არა, ხო? გჭირდებათ თუ არა თქვენ ის. შესაძლოა ეს მამაკაცი ფიქრობდეს, რომ თქვენ სხვა ვიღაცით ხართ გადაცებული, ან სხვა ვიღაც მოგწონთ, ან ხედავდეს ამას, ხო? და ამიტომ უფრო ეშინოდეს თქვენთან გამოჩენა. კარგი, რა უნდა იცოდეს მეორე პოზიციამ აი ამ მამაკაცთან დაკავშირებით? რომ თქვენ მას უყვარხართ. რომ თქვენ მისთვის ხართ, აი ის ერთადერთი ქალი რა, ან უყვარხართ თუ ყოფილს ეხება და თუ ყოფილს არ ეხება, მაშინ აქ არის დიდი პერსპექტივა, რომ თქვენ ამ მამაკაცთან ერთად სტაბილური ურთიერთობა შექმნათ. და მეორე პოზიციას მოსწონს, ან მოეწონება ეს მამაკაცი? კი, მაგრამ აქ თქვენ უფრო რაღაც ისეთ ინტელექტუალურად შესაძლოა მოგეწონოთ, ხო? რაღაც და გარეგნულად გარეგნულად გრძნობთ, რომ რაღაცა აი ბოლომდე გარეგნულად შესაძლოა მეორე პოზიციამ თქვას, რომ ბოლომდე ის არ არის, რაც მე მინდა, რაღაცა ასეთი, მაგრამ რეალურად ამ ადამიანთან, ამ მამაკაცთან ძალიან დიდი შანსები გაქვთ მეორე პოზიციას. რჩევა temperance, აქ გასაგებიც არის, რჩევა, რომ აი
აი ასე იყოთ ამ მამაკაცთან, მიიღოთ ეს მამაკაცი, როდესაც გამოჩნდება, იკონტაქტოთ მასთან, გაუზიაროთ, თვითონაც გაგიზიარებთ რაღაცეებს, თქვენც გაუზიაროთ თქვენი რაღაცეები, მოუყვეთ, იყოთ გულწრფელები მის მიმართ, ხო? აი იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი ძალიან ახლო ადამიანი რეალურად, ხო? აი ეს ის ადამიანია, ვისაც ესმის თქვენი სულის. ასე ვიტყოდით და თქვენც რეალურად თქვენ გაქვთ ამ ადამიანთან სულიერი კავშირი, ძალიან სულიერი სიახლოვე და ამ ადამიანს თუ ეს არის ახალი, ძალიან მოეწონებით და დიდი პერსპექტივა არის და თუ ახალი არ არის, უყვარხართ. და ანუ ნებისმიერ შემთხვევაში გინდა ახალი, გინდა ძველი, აქ არის ძალიან დიდი პერსპექტივა. ესე იგი, აქ ძალიან დიდი პერსპექტივა მეორე პოზიციისთვის, რომ ეს კი, არის ამის პერსპექტივა და არ უნდა გამაზოს მეორე. არ უნდა გამაზოთ. აი, აქ არის იმის საშიშროება, რომ მეორე პოზიცია ზურგი აქციოს ამას? კი, იმიტომ რომ შესაძლოა ზოგმა იმიტომ აქციოს, რომ თუ ყოფილია, რომ აი ეს ყოფილია და ამასთან მე უკვე გავიარე და ვიცი ეს იდებილებს და მიმატოვებს და რაღაცა და ზოგმა თუ ყოფილი ეს არ არის, იმიტომ რომ თქვენი წარსული ისტორიები გადმოიტანოთ ამასთან. იფიქროთ, რომ აუ ვიცი მე ეს კატეგორია, ეს მე მიმატოვებს, ანუ არაფერი არ გამოვა და წინასწარ ხელს ჩაიქნევ. ხო, აი აქ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც არ აძლევს შანსს ურთიერთობას. შესაძლოა ახლა მეორე პოზიცია მდგოს, რომ არა, მე არა, მაგრამ კი. აქ არის ამის დიდი შანსი, რომ თქვენვე კრათ ხელი ამ ადამიანს, არა და ამ ადამიანს ზუსტად ამისი ეშინია, რომ მეორე პოზიციამ არ კრას მას ხელი. და როგორ მოიქცეს ამ ადამიანთან დაკავშირებით მეორე პოზიცია? რელაქს, არ ინერვიულოთ, არ არის საჭირო ფიქრი, წინასწარ რაღაც ჩახვევა დახვევა აზრების, ნელ-ნელა მიყევით სიტუაციას, მიყევით ვითარებას, არ ინერვიულოთ, მაგრამ შეინარჩუნეთ ობიექტურობა, ობიექტური ხედვა, აწონეთ და ისე მიყევით სიტუაციას, არ იყოთ სუბიექტურები. ხო? არ იყოთ სუბიექტურები, არ იყოთ ისე, რომ всё, ეს ასეთია და რაღაცა. ხო? არ გინდათ. ასე, მიყევით, მიეცით შანსი ხო ადამიანს რომ განახოთ ვინ არის და როგორი. წარმატებები მეორე პოზიციას ძალიან საინტერესო იყო აქ მეორე პოზიციის ამბავი და ისტორია, მართლა რეალური პერსპექტივები აქ მეორე პოზიციას და ალბათ თქვენიცით, არ გამაზოთ, გამოიყენეთ. წარმატებები ყველას, თუ ეს გაშლა მოგეწონათ, დალაიქეთ და დატოვეთ კომენტარი. ასევე გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ვისაც აქვს სურვილი ამ თემაზე, ან კიდევ სხვა თემებზე ინდივიდუალური გაშლის. ასე რომ შეგიძლიათ ჩაეწეროთ, კონტაქტები მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. მომზადებ ახლა დასტას უფრო სწორად, იმიტომ რომ მაინც ერთი, არა მეორეც გამოვიყენებ და გადავიდეთ მესამე პოზიციასთან. და დავიწყოთ მესამე პოზიციას, ვინც ახლა შემოგვერთდა. ნახოთ ამ 10 დღის განმავლობაში გაშლა აქტუალურია იმ დროდან და დღიდან, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ. ამ 10 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ალბათობით ვინ გამოჩნდება თქვენს სასიყვარულო სფეროში. ამ მამაკაცის სიგნიფიკაცია, ვინც ამ 10 დღის განმავლობაში გამოჩნდება მესამე პოზიციასთან, ყველაზე დიდი ალბათობა აი ამ მამაკაცის სიგნიფიკაცია. რით გამოჩნდება? რისთვის გამოჩნდება სინამდვილეში? რა მოუნდება აი მესამე პოზიციიდან, ხო? რა მოუნდება თქვენგან? მალე გამოჩნდება და რჩევა. სიგნიფიკაცია. მე რა არის მესამე პოზიცია რა? ეს ასეთი მამაკაცია, ამდენი რამე გადაიტანა და ასეთ სიტუაციებშია, თუ რაღაც შინაგანი რესურსები არა აქვს არაფრის. აი მე რა მოყო.
ესე იგი, აქ ყავს ისეთი მამაკაცი სტუმრად, ვინც მართლა ძალიან ბევრი რამე გადაიტანა, კი, ბევრი რაღაცა გადახდა თავს, გამოვიდა რაღაც უღრან ტყიდან და რთული იყო იქიდან გამოსვლა და 1000 რაღაცა, მაგრამ შინაგანად რესურსებიც არ აქვს, ხო? რაღაც ზოგადად არ აქვს რესურსები შინაგანად, არ გააჩნია თუ ამ ეტაპზეა ასე. არა, ამ ეტაპზეა ასე. ამ ეტაპზეა, ამოვისუნთქეთ, კიდევ კარგი. ესე იგი, ამ ეტაპზე ამ მამაკაც მართლა რაღაც ძალიან ისეთი მძიმე პერიოდი აქვს, კრიზისული, მე ვიტყოდი. ეს მამაკაცი არის მამაკაცი, ვინც ახლა რაღაც მძიმე ფაზას გადის მის ცხოვრებაში. პრინციპში გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ამ ფაზაშია და რაღაც მიჩოჩიალობს და ისეთი ფაზა, რომ აი გამოფიტულია, კრიზისშია, რთულია მისთვის ყველაფერი, ხო, რაღაც ტრანსფორმაციაშია, მაგრამ ჯერ კიდევ რო არ დასრულებულა და იწელება ეს ტრანსფორმაცია. ასე რომ აქ უფრო მეტად ახლანდელი სიგნიფიკაცია გვაჩვენებს, რომ აი საკმაოდ უჭირს ამ მამაკაცს ახლა. კიდევ ამ მამაკაცის სიგნიფიკაცია, აი ზოგადად ამ მამაკაცის ასეთი ენერგიულია, ხოლო ზოგადად საკმაოდ ენერგიულია, ესე იგი ზოგადად საკმაოდ ენერგიულია. კი, სამივე კვერთხები, ძალიან ენერგიულია, აი ზოგადად ამ ფაზის იქეთ, ძალიან ისეთია აქტიური, ენერგიული, დინამიური, იმპულსური, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ჩახშობილია მასში, იმიტომ რომ ნუ აქ ძალიან ისეთი მძიმე ფაზა ცხოვრებაში, რის გამოთაც არის, ნუ როგორც არის, ხო? სამწუხაროდ ასეთ სიტუაციაში არის ახლა. კარგი, ნუ რატომ არის ასე? რატომ ხარ ასე იმიტომ რომ ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ რაღაც ახალი იწყება მის ცხოვრებაში, რაღაც დასრულდა, ესე იგი რაღაც დასრულდა, თუ რაღაც ახალი რაღაც დასრულდა, რაღაცა დაასრულა, რაღაცა განულდა მის ცხოვრებაში და რაღაც ახალი იწყება და ეს ახალიც მძიმეა მისთვის და ამიტომ არის ტრანსფორმაციაში და ამიტომ არის კრიზისში, ამიტომ უჭირს ეს ყველაფერი. კარგი. რით გამოჩნდება? ვაუ. რით? აჰა, ესე იგი. იმით, რომ აღარ იყოს ყოფილი. დიდი ალბათობა აქაც იყოს ყოფილი, მაგრამ ნუ მაინც, რადგანაც საჯარო გაშლა და ნუ ზუსტად რთულია რამის თქმა, რით გამოჩნდება და გამოჩნდება იმით, რომ თქვენ მას მიაქციოთ ყურადღება, რომ თქვენ მესამე პოზიციისთვის ეს მამაკაცი ისეა როგორც აი ყოფილი? მესამე პოზიცია არ არის მასში დაინტერესებული, რადგან ყოფილად. ნუ ხართ მასში დაინტერესებული, ვერ ვიტყვი რომ არ ხართ, მაგრამ რაღაც არც ისე კარგ სიტუაციებში ხართ ამ მამაკაცთან, რაღაც შეხლა შემოხლა მოხდა, ფიზიკურს არ გულისხმობ, კამათი, დაძაბულობა, გაურკვევლობა თქვენ შორის, რის გამოთაც ხო აქვს მესამე პოზიციას ცოტა ისეთი დამოკიდებულება, რომ არა, შემეშვი, დამანებე თავი და ზუსტად ამით გამოჩნდება, რომ აი არა მე ისევ აქ ვარ, მე ისევ მაინტერესებ, მე ისევ მინდა შენს მიმართ ვიაქტიურო. აი ამისთვის. ამით გამოჩნდება. და რისთვის სინამდვილეში? იმისთვის, რომ ერთად შეხმატკბილებულად ჩვენ წავიდეთ რაღაც კონკრეტულ გზით, შევთანხმდეთ ორივე ერთად და გავაკეთოთ. იმისთვის, რომ აი რაღაც მესამე პოზიციასთან ერთად გადაწყვიტონ სად, როგორ ანაირად რა ურთიერთობაში წავიდნენ, თუ თავისი გეგმა აქვს და უნდა რომ აი ამით იმოქმედოს. არა, თავისი გეგმა რაც ქონდა არ გამოვიდა. ასე რომ აქ ზუსტადაც ის არის, რომ უნდა რომ რაღაც ერთად დაფიქრდეთ, ერთად შეხმატკბილებულად და რაღაც გადაჭრათ ის საკითხები, რაც არის თქვენ შორის, ერთად განვითარდეთ, წახვიდეთ რაღაც ერთი გზით, ერთი მიმართულებით, ერთად, როგორც წყვილი, ხო, როგორც პარტნიორები, რაღაც ერთად, მოდი ჩვენ ერთად რაღაცა გადავწყვიტოთ, ერთად გავაკეთოთ, ერთად ვიმოქმედოთ. აქაც ორი და მანამდეც იყო ორი, ხო? ანუ ერთად ვიმოქმედოთ, ასე რომ ეს არის მისი სინამდვილეში გამოჩნდება ამით, რომ თქვენ ერთად რაღაც გაიაროთ, ერთად იმოქმედოთ. აქ კონკრეტულად რაღაც სტაბილური ურთიერთობის თემაა, თუ აი ერთად უნდა გაიარონ რაღაც გაკვეთილები, ისტორიები. აი უნდა გაიაროთ.
თქვენ უნდა გაიაროთ და კონკრეტულად მესამე პოზიციისთვის ეს იქნება ის, რომ ისწავლოს, რომ არის დედოფალი, რომ შეიყვაროს საკუთარი თავი, ხო? რომ თქვენ დააფასოთ საკუთარი თავი და შეიყვაროთ, აი ამ ადამიანთან ერთად ამის გავლა გიწევთ, ასე რომ ვთქვათ, რომ უფრო მეტად ისწავლოთ და დაინახოთ, რომ ხართ დედოფალი, ხო? არ არის აუცილებელი ეს იყოს რაღაც მწარე გამოცდილება, შესაძლოა ამ ადამიანმა რაღაც შესაძლებლობები გაგიხსნათ, ან ამ ადამიანის მოსვლით ენერგეტიკულად თქვენს ცხოვრებაში რაღაც ცვლილებები დაიწყოს, ან თვითონ შემოგთავაზოთ რაღაც ბიზნესში, კარიერაში, ან დახმარება, მხარდაჭერა, ხო, შეიძლება ინსპირაცია მოგცეთ. ნუ 1000 რაღაც შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს ადამიანი გეხმარებათ, რომ ამ ადამიანთან ერთად გადიხართ რაღაც გზას და ეს არის თქვენი თვითგანვითარების გზა, როგორც ქალის. და ეს ძალიან საინტერესოა. აი ამისთვის ზოგადად სინამდვილეში ამისთვის. აი რა მოუნდება ამ ადამიანს თქვენგან, ხო? რა ხელახლა თქვენი კავშირის აღდგენა. ნუ აქ ძალიან ბევრი კარტი არის იმაზე, რომ რაღაც ხელახლა რომ ხელახლა აღდგინოს კავშირი თქვენთან, თუ რო თქვენ დაეხმაროთ მას და ნახეთ პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე. თუ ყოფილია, რომ ხელახლა მიცეთ მას შანსს. თუ ყოფილი არ არის, მაშინ აქ არის სიტუაცია და ვითარება, რომ თქვენ დაეხმაროთ მას და მხოლოდ თქვენ არა, თქვენ ეხმარებით მას, რომ სულიერად აღადგინოთ მისი ტრამვებიდან, რაღაც ისტორიებიდან და თქვენ კიდე აი ამ ადამიანმა დაგეხმაროთ, რომ ისევ მოხვიდეთ წყობში, ასე რომ ვთქვათ, ხო, ისევ გაიგოთ, რა ლამაზი ხარ, რა მაგარი ხარ, საერთოდ რისი ღირსი ხარ, ხო, და რაღაც სულიერადაც რომ გაგკურნოთ. ერთმანეთს ეხმარებით თქვენ. აქ არის ერთმანეთის დახმარება აქ. აქ არის რეალურად ერთმანეთის დახმარება. ორივე ერთად ერთმანეთს ანვითარებს და ამ ადამიანსაც, რა თქმა უნდა, მოუნდება აი თქვენგან ეს, რომ თქვენ მას დაეხმაროთ. თქვენ მას დაეხმაროთ და რითი უნდა აქ რომ სულიერად და ხო, აი სულიერად რომ დაეხმაროთ. პირდაპირ მნიშვნელობით სულიერად რომ განავითარეთ, მოусმინოთ, იმიტომ რომ უჭირს ამ ადამიანს გრძნობს თავს ეულად, გრძნობს იმას, რომ აი არავინ არ მისმენს და ვერავინ ვერ გრძნობს ჩემსას, ვერ იზიარებენ, ვერ შედიან ჩემს მდგომარეობაში და თქვენიდან მოუნდება ის, რომ აი მომისმინე უბრალოდ და გაიზიარე, ხო, აი ეს. და ეს მისთვის ძალიან წამალივით იქნება და თქვენთვისაც. მალე გამოჩნდება ეს მამაკაცი? ორიანი ხმლები. აი, ორ დღეში თუ ნუ ახლა 10 დღე გვაქვს, ხო? თუ რაღაც ისეთი რიცხვი, სადაც 2-ია. 2 დღეში. კი, შესაძლოა იყოს ისეთი რიცხვი, რაშიც არის 2. 20. ეს არის მე-20 არკანი. 22, ნუ აქაც 2-ია პრინციპში. რაღაც იქნებ რაღაც რიცხვი 2 თუ საათი. არა რიცხვი. ერთი სიტყვით ისეთი რიცხვი, რაშიც არის 2. მაგრამ ეს გაითვალისწინეთ ამ ვიდეოს ყურებიდან 10 დღის განმავლობაში, ხო? რაღაც არ ვიცი ახლა მე აქ გამოთვლებს არ გავმართავ, მაგრამ ნუ ეს არის ინფორმაცია, ხო? ძალიან მალე შესაძლოა არ იყოს, მაგრამ რაღაც ძალიან გაწელილიც არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 10 დღეა ჩვენი რეკვესტი. კარგი, რჩევ ამ მამაკაცთან თქვენთვის სამართლიანობა. რომ გაიაროს, რომ იყოთ სამართლიანები ამ მამაკაცის მიმართ, რომ შეხედოთ თქვენს გაკვეთილს, აღიაროთ თქვენი გაკვეთილი, აიღოთ თქვენი დოზა პასუხისგებლობა თქვენს ემოციებზე, გაერკვეთ საკუთარ თავში. აი ეს ადამიანი რაღაც სარკისებრივ ეფექტს იქონიებს თქვენს, აი სარკესავით დაგანახებთ რაღაცეებს. შესაძლოა ეს არც ისე მოსაწონი იყოს თქვენთვის, ხო? ბუნებრივია ჩვენ როდესაც ვიღაც გვანახებს რაღაც ისეთ არასასიამოვნო მხარეებს ჩვენი პიროვნების და ჩვენი ცხოვრების, ჩვენ ეგრევე რაღაც მივდივართ, არ მინდა, ხო? და აქ არის ზუსტად რაღაც მსგავსი ისტორია, რომ რაღაცებს დაგანახებთ ეგ ადამიანი და თქვენ დაინახეთ ეს, ხო? არ დახუჭოთ ამაზე თვალები, რომ ეს დაგეხმარებათ. აქ რაღაც კარმული დამუშავება, კარმის დამუშავება ერთად ამ ადამიანთან ერთად, ხო? კარგი და რეალურად ეს ადამიანი მესამე პოზიციისთვის, მის სასიყვარულო სფეროში მოდის სიყვარულისთვის, თუ ნუ რაღაც უნდა გაიარონ ერთად, თუ ორივე ერთად. სიყვარულიც არის.
უნდა გაიაროთ. ორივე ერთად, სიყვარულიც და ერთი გაკვეთილიც არის რა, ტრანსფორმაცია. ამ ადამიანთან ერთად გახვალთ ტრანსფორმაციას, გამოსვლას კომფორტულ ზონიდან და სიყვარულიც არის. პერსპექტივა შესაძლოა იყოს აქ სტაბილურ ურთიერთობისიც. ამის პერსპექტივაც არის აქ. ხო? და კიდევ რჩევა მისამე პოზიციას ამ მამაკაცთან დაკავშირებით. გაუშვით თქვენი წარსული ემოციები გაუშვით, ნუ მიაჩერდებით ამ წარსულ ემოციებს, მოკვეთეთ ის, რაც მოსაკვეთია და წადით ახალში, ნუ შეგეშინდებათ სიახლის. ნუ შეგეშინდებათ თქმის, რომ აი მე ეს არ მინდა, მე მინდა ეს. და ნუ შეგეშინდებათ რა პასუხისგებლობის აღება, თქვენი მხრიდან პასუხისგებლობის და რაღაცის გადაჭრა, დასრულება, ხმამაღლა თქმა, თქვენი აზრის დაფიქსირება, ხო? რა თქმა უნდა დიპლომატიურად, მაგრამ ნუ თქმა ამისი და ნუ შეგეშინდებათ სიახლის და ახალი ეტაპისთვის, იმიტომ რომ იქ მაგარი რაღაცები გვენის. ასე რომ წარმატებები ყველას, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და ეს გაშლა თუ მოგეწონათ, დატოვეთ თქვენი კომენტარი, ვისაც არ გამოუწერეთ ჯერ კიდევ ჩემი არხი, რაც ელოდებით გამოიწერეთ და სურვილებს ველოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. წარმატებები ყველას.